დავით ქაშიაშვილი, სტუდენტი, სამართლის მეორე კურსზე. ჩვენთან ინტერვიუს ჩაწერა, იმიტომ გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ შეიძლება უფრო სამიზნედ გაქციო ქართული ოცნებისა. იმიტომ რომ რაღაცნაირი მართალი კაცი ხარ, თან გაბედული, პრინციპული და დინჯი. შეიძლება დედითა და მამით მთიული რო ხარ, მაგიტომაც ხარ ეგეთი. მადლობა რომ დამთანხმდი ინტერვიუზე. შეგიძლია რომ აი რაღაცნაირად სუბიექტურობისგან გაიფილტრო და მე რომ მამა შენი ვარ, ეგ წავშალოთ, ვიდრე ამ ინტერვიუს წერთ? კაი დავით. ეგრე იყოს. რა ქვია? დავით ქაშიაშვილი, სტუდენტი, სამართლის მეორე კურსზე. რატო აირჩიე სამართალი? ყოველთვის მერვე კლასში დაახლოებით გაეროს მოდელირებაში მიღებდი მონაწილეობას და ყოველთვის მეგონა რომ საერთაშორისო სამართალზე წავიდოდი, საერთაშორისო ურთიერთობებზე, თუმცა ბოლოს სამოქალაქო სწავლა რო დავიწყე აბიტურიენტობისას, პირად უფრო მომეწონა და მომხიბლა, თან თვლი რომ სანამ საერთაშორისოზე გავალთ, უშუალოდ შიგნით ქვეყანაშია მოსაგვარებელი სამართალი. ხო. აი ეგ არის, უსამართლო სამართალში აიხლართე შენ თავად. ეს რა გამოცდილება მოგიტანა, ან რა გამოცდილება შეიძლება რომ მოგიტანოს? მომიტანა პირველ რიგში საჩივრების დაწერა რა, მაგრამ შედგენას დავაკვირდი რა როგორი წერება ხვდები. ხვდები ამდენად უსამართლოა, რომ შეიძლება თურმე პოლიციამ დაგიწეროს ისეთი ჯარიმა, რომელსაც ალბათ ჯერ კაიხანი ვერ ვიმუშავებ, მაგდენო გადავიხადა. ჯამში რამდენი გაქვს ჯარიმა უკვე გამოწერილი? ჯამში მაქვს 10 და მესამეც მომივიდა, თუმცა არ ვიცი ჯერ იგივეა თუ არა, მომივიდა იგივე თარიღის ჯარიმა, რაც პირველი ჯარიმა მაქვს და იმედი 10 მაქვს და არა 15. 15,000. კაი, მოდი მაშინ შენი პროტესტში მონაწილეობაზე ვისაუბროთ. როდიდან ერთვები პროტესტში და რატო ერთვები საერთოდ? ჩართვით დავიწყე პირველად რომ შემოაგორეს რუსული კანონი და ანუ მაშინ ჯერ კიდევ აბიტურიენტი ვიყავი და სულ პირველი კადრი მახსოვს სამოქალაქოს გაკვეთილზე ვიჯექი და შენ იყავი ეთერში, წყლის ჭავლი შემოგასხეს, საცენზურაც რო დაარღვია ეთერში. და შევაგინე? გაზაფხულის აქციებს იძახი, ხო? და მეც დაახლოებით მაგ პერიოდში დავიწყე, მაშინ კი რა გამეგებოდა სამართლის ან იმ კანონის. მაშინ უბრალოდ აბიტურიენტი ვიყავი და თუმცა ის ელემენტალური მაინც მესმოდა, რაც დღეს ბევრს უჭირს, რომ საგარეო პოლიტიკაში ორი არჩევანი გაქვს, რუსეთი ან ევროპა. და როცა უკვე ძალიან იხრები რუსეთისკენ, მაშინაც ვთვლიდი, რომ ევროპას შორდებოდი. აი უშუალოდ როდესაც შენ საპროტესტო აქციებში ჩაერთე და შეიძლება ესეც ვთქვათ, რომ რაღაცა ერთგული ჯარისკაცი ვითხარ, იმიტომ რომ ვიცი რომ თითქმის დღე არ გაგიცდენია. აი მაშინ რა დაინახე? პრინციპში მაშინ შეასკდი პირველად ალბათ რეალობასაც, ხო? შორიდან შეიძლება რაღაცეები ტელევიზორით ცოტა უცნაურად გიჩვენებდეს, ან გაკლებდეს, ან ამატებდეს, მაგრამ შენთვის რა არის მიმდინარე პროცესი? დღევანდელი? ხო, აი შენ დაწყებული იქედან, როდესაც შენ უშუალოდ ქუჩაში გადიხარ იმისთვის, რომ თვლი რომ ეს რაც ხდება არ არის მართალი. ხო, ნუ პირველი უძლიერესი მუხტი აჩევიგზენი იყო ალბათ, რომ 26 ოქტომბერს რომ იმედი მქონდა, რომ ასე ვთქვათ, სისტემას ჩამოანგრევდი არჩევნებით რომ შევიცდი, ეს იყო ძალიან დიდი იმედგაცრუება ჩვენთვის და რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ მეც დებილი ვყოფ და რატომ ეგონა ესე. იმიტომ რომ ნუ ზედასურო ისტორიას გადახედო, ესე არჩევნებით არ მიდის არავინ, ყოველთვის რაღაცა კომპრომისი უნდა გქონდეს მათ წინააღმდეგ. და უშუალოდ პირველად როდესაც ეს იყო იმედგაცრუება და შემდეგ იყო ბრაზი, როდესაც სუაკის პარკში დაგვარბიეს სპეცრაზმი რო შემოიპარათ ესეუდან და მიუხედავად რომ მე გავასწარი, ყოველთვის ცოტა უკარო ვიდექი უკვე ვამოწმებდი ინსტაგრამზე, რა ხდება იქ, იმიტომ რომ თან იქ შეყარებულთან ერთად ვარ და ახლოს მისვლაც არ მინდა დიდად. და აი ის კადრები იყო თუ როგორ აკავებენ ხალხს ტყუილად, ვინც ვერ გარბის, ვისაც პოლიცია დაეწევა, ნებისმიერს დაავლებენ ხელს და შეტენიან ნებისმიერ დანაშაულს. ნუ ჩემი აზრით. გახსოვს მანქანებიდან პოლიციის მანქანა განსაკუთრებით გიყვარდა ხოლმე. ეგ დრო თუ გახსოვს?
პიკაპები მომწონდა პოლიციის, მგონი თვითონ შკოდა ისე არასდროს არ მიზიდავდა მგონი. მართლა პიკაპები მომწონდა კი. პოლიციის მიმართაც ისეთი დამოკიდებულება გქონდა მახსოვს. ეხა რა დაემართა შენს, აი პატარა დათას თავში არსებულ პოლიციელს, რომელიც გმირი იყო? გმირი იყო, საკითხავია უბრალოდ მე მაშინ რა ვიცოდი პოლიციის ვსოდი რომ დავნაშავეს აკავებდა. კრიმინალს ეძებდა და იჭერდა. მე ხოლმე ვსვდი პოლიციის, ანუ მაშინ განამდენის ვიყავი 10, 8, 12-საც კი მეგონა რომ პოლიციის მიზანი იყო ეგ რომ რამე რო ხდება იქ ჩაერიოს და გამოვასწოროს. აი უშუალოდ რაც მე მახსენდება რომ მიხედავთ იმისა რომ შენ ოჯახში ვცხოვრობ, მაინც პირველი უადრესი რაც მახსენდება არის გავრილოვის ღამე, როცა შევიგზენდი რომ თურმე პოლიცია კი არა, პოლიცია არის ის, ვისაც ნამდვილი პოლიცია უნდა დასდევდეს და იჭერდეს. მაშინ იქცა თვითონ ეს სპეცრაზმი და პოლიციელი ჩემთვის ცოტა უკვე არასანდო დაჯგუფებად. და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა წინა წლის აქციებიდან მოყოლებული პოლიცია უბრალოდ არის ადამიანი, ვისაც უნდა რომ ყოველთვის თავი ავარიდო. ყოველთვის. გაუჩერები ხარ პოლიციას? კი. რა აბა? რამდენიმე ერთი კვირის წინ მგონი ბოლოს. არ ვიცი, ანუ ესე დაიწყო სამი თან ჩემხელა პოლიციელი 21-22 დაახლოებით და ანუ ვიყავით ან ოპერასთან. არც მე საერთოდ არ გამოვიყურებოდი მგონი უბრალოდ უნივერსიტეტიდან გავდიოდი ვაკეში რომ აქციაზე მივდივარიყავი და სამი პოლიცია მაჩერებს და ეხლა ისე უხეშად არ ჩარევი არ ჯიბეში ხელები ჩამიყვან, მაგრამ პირდაპირ ორი პოლიციელი ოდნა პატიოსანი და მესამე ცოტა აგრესიული, რომელიც მუდმივად ყოველ მეორე წამებაში ტენიდა რომ მარიხუანას მოვიხმარდი თუ არა, მომიხმარია თუ არა, გადამქონდა თუ არა მარიხუანა და ანუ არ ვიცი ეს გონია რომ თან კარგად მოძდევს იმ კანონ პროექტს, რასაც ეხლა მართველი პარტია ამუშავებს კრიმინალიზაციის შესახებ ამ ნარკოტიკების. გიფიქრია რომ შეიძლება ჯიბეებში ჩაგიძრნენ? სხვათა შორის მაგაჭრეკვის მერე ანუ არ ვიცი ინსტინქტურად საფულე მივეცი პოლიციას ორი წამი მანახეო. და დამიბრუნდა მეც წამოვედი და მე ზებრაზე გადავდე მე ხუთი წამი საფულე შევამოწმა რამე ხო არ ჩამიდეს ხო ანუ ესეც შემჩა რომ პოლიცია შეიძლება ნარკოტიკი ჩაუდოს ვინმეს რომ შემდეგ დააკავოს ეგეც ამჩა. კაი, მოკლედ ხშირად შენს თაობას აი ამ ჯენზის ასე ვთქვათ ადანაშაულებენ ძალიან ბევრ რამეში, ცოტა მოგვიანებით კითხავ უფრო მეტად, მაგრამ შენთვის რა არის მაინც მთავარი, რასაც შენ აპროტესტებ? ჩემი მთავარი ანუ ცოტა სუბიექტურად ვიტყვი რა, ხა მე ვერ ვილაპარაკებ ვინც იქ დგას ყველა იმის სახელით. პირველი გასვლის მიზეზი იყო რომ არჩევნები როგორ წაგვართ თუ როგორ გაბედეთ და შემდეგ ეს არჩევნები როგორ წაგვართვით გადაიზარდა რომ თქვენ მოქალაქეებს ანაირად ეკცევით. და შემდეგაც მე ხა ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა რომ არჩევნები კი არა და ჩემი დევიზია, ჩემი დამოკიდებულება არის რომ ესეთი კრიმინალური პარტია არ უნდა დარჩეს. ხელახალი არჩევნებით მაინც არ უნდა მოვიდეს ჩემი აზრით ესეთი კრიმინალური პარტია, რომელსაც აქვს მიდრეკილება. ნანახი გვაქვს ძალიან ბევრი ღამე მაქვს გათენებული და ჩემი თვალითაც კი მინახავს როგორ გამეტებით შეუულიათ რომ თავიანთ მოქალაქეებს ჩაარტყან. და ასევე გაბრალებენ ხოლმე რაღაცა ეპითეტებს გიგონებენ, რაღაცა deep state-ი გმართავთ, ნაყიდები ხართ და რაღაცნაირად ნაციონალურ მოძრაობაზე მიგითითებენ. შენ შეიძლება არ გახსოვდეს, ცოტა ხანში გაგახსენებ შენ სიტყვებს, არ ვიცი თუ გახსოვს, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობაზე რას მეტყოდი? მიუხედავად იმისა, რომ არის უბრალოდ პოლიტიკური პარტია, ასევე არის ძალიან ძლიერი პროპაგანდის იარაღი, ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ მე კი დამოკიდებული მაქვს, რომ თუ ტევეიმედი და პოსტივი გაშავებს, რა მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ვინც იმარხს უყურებს, ისინი მაინც მოტყუდებიან ყველაფრით. თუმცა მაინც საზიანოა ის, რომ როდესაც აპარტიული ხარ და უბრალოდ იმისთვის გადიხარ, რომ ქვეყანა კონსტიტუციურ ფარგლებში ჩასვა და იმ ბილიკზე დააბრუნაზეც იყო და უნდა იდგეს. და გაბრალებენ ნაციონალური პარტიის მიმართ. თითქოს აი მათ დაბრუნებას უწყობთ ხელს და თქვენ გინდათ რომ ისინი დაბრუნდნენ. და ვინ არის შენთვის საერთოდ ვინ არიან? აი არ ვიცი რა. ნაციონალური მოძრაობა ჩემთან პირდაპირ ასოცირდება მხოლოდ და მხოლოდ თუ პიროვნებას წოდი მიხეილ სააკაშვილთან, რომელსაც რა ვიცი. ამდენის ვიყავი რომ წავიდა განა რა მახსოვს მე მიხეილ სააკაშვილი, ან განა რა უნდა ქნას ნაციონალური მოძრაობა რომ მე მომისყიდოს, რომელსაც რავი ფაქტობრივად მისი მმართველობა გამოცდილი არც მაქვს. იმიტომ რომ არაფერი არ მახსოვს მე იმასაკის.
ხო და იმასწორედ მაგას გეუბნებიან ხომ აი თქვენ არ გახსოვთ ბავშვებო, მაგრამ ანუ მე რაც გეკითხები, იცი, თითქოს ისინი გტენიან, რომ მათ დასაბრუნებლად იბრძვით. არ მახსოვს, არ ნიშნავს რომ არ მომხდარა. წაიკითხავ, ვისწავლი, უყურებ და ნახავ იქ რა ხდებოდა. და ძალიან კარგი სტატია წავიკითხე მაგაზე, რომ ის რასაც ქართული ოცნება იყენებს შენ გაგაშაოს და რითიც აშავებს და რითიც ასე ვთქვათ ნაციონალური მოძრაობის მართლობას ახასიათებს, იგივე მართლობაში გადადის ერთ-ერთში. პროტესტების ესე ძალადობრივად ჩახშობა, ხალხის გაჩუმება. ნუ ყველანაირად ცდილობენ, თუ განსხვავებული აზრი გაქვს და თუ ამას სახში ხმამაღლა გაგაჩუმონ, იყო ცემები, რამაც ვერ გაამართლა, იყო შემდეგ დაკავებები, რამაც ვერ გაამართლა, მეტყვი ხალხი მაინც გადის. ეხა გადადიან აი უბრალოდ იმხელა ჯარიმებზე, რომ მართლა ადამიანი ფიზიკურად ვერ შეძლებს, რომ გადაიხადოს თან დღევანდელ რეალობაში, როცა საშუალო ხელფასი გამოითვლება მილიონერების ხელფასის ჩათვლით. და მაინც არ არის საკმარისი, რომ ჯარიმა გადაიხადო ერთ თვეში. კაი, მამა შენი რას ფიქრობს, რას გეუბნება ხოლმე? მამა ჩემი მეუბნება, რომ აქციაზე რომ გადიხარ წინ უდგები. იმიტომ რომ თუ შენი დაჭერა უნდათ, მაინც აგიჭერენ. მაგრამ მე მგონია, რომ მიხედავთ რომ პატივცემ და მესმის რომ ოჯახია და ნერვიულობს, ვთვლი რომ ყოველთვის ვეცდები დავუმალო, რომ არ მეჩხუბოს, იმიტომ რომ ჩემი ბრძოლის და ასე ვთქვათ პროტესტის ნიშანი არავის განსასჯელი არ არის, ჩემი აზრით. ხო და ერევა ხოლმე? არა, არ ერევა. ანუ ესე ვერ ვიტყვი რომ ერევა, შეიძლება შენიშვნა მომცეს, მიმითითოს, მაგრამ ესე რომ დღეს არ გახვიდე, დღეს სახში დარჩი და კარები ჩამიკეტოს, ესე არ შვება. ხო, აი წერან გითხარი და გამომრჩა. არ ვიცი გახსოვს თუ არა, ერთხელ რუსთავი 2-დან ჟურნალისტები მოვიდნენ, წყალი ხო არ დაგველია? აღარ მოდის? წერან მოდიოდა თითქოს. სადღაც ონკანი იქნება, მოიცაბა, თუ გავხსენით. აგერ არის, აი. გინდა შენ? აჰა და მე მეძავლა. მოიწამეთ სამალევინე. რუსთავი 2-დან მოვიდა ჟურნალისტი, კურიერის ჟურნალისტების ბავშვები უნდა ჩაეწერათ და ეგეთი კითხვა დაგისვეს, რომ აიო, რას უსურვებდიო, თუ რას იზავდიოდო, რას უსურვებდი მამასო და აი მიშა სააკაშვილს მოვკლავდიო და რუსთავიოს დავწვავდიო. არ მახსოვს. მე დედამ სთხოვა ჟურნალისტი კი არ ჩასვამდნენ მაგნაცის ამ პატარა იყავი, მაგრამ რატო შეიძლებოდა მაშინ იმ დათას ეგეთი აზრები ქონოდა შენი აზრით? იმიტომ რომ დღესაც ეგ ანუ ცოტა ანალოგს მაგალითს მოვიყვან, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ არავის არ აქვს იმუნიტეტი. ეს პროპაგანდა შეიძლება არ იყოს ცუდი, პირიქით შეიძლება ჯანსაღი პროპაგანდაც იყოს, მაგრამ იმუნიტეტი არ აქვს ყოველთვის, რასაც მოусმენ, ჩახჩება ტვინში. ხა მაშინ კი არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ სავარაუდოდ ვისმენდი ამას, რომ რავია, როგორ შვებოდა ამას, როგორ აკავებდა უდანაშაულო ხალხს, როგორ არ იძიებდა ვიღაცის კვლელობას, იმიტომ რომ შიუსოს თანამშრომელი იყო კვლელობაში მონაწილე და ალბათ ამის გამო ეს ჩამიჯდა ტვინში რა, სამართლიანობის ზნობა. კარგი, ვინ წარმოგიდგენია რომ იქნება მომავალში? შენ დავიწყებ ადვოკატობით და როცა ასაკი შემიწყობს ხელს, მინდა რომ მოსამართლე ვიყო. მოსამართლე რატო? მოსამართლე ვიყო ადმინისტრაციულ სამართალში, იმიტომ რომ ყოველთვის ვიყო ის იარაღი, ვისაც ხალხი გამოიყენებს მთავრობის წინააღმდეგ. ანუ არ მინდა რომ ვიყო ისეთი მოსამართლე, რომელიც იმიტომ რომ ეს ხელფას მიხდის და ამის წინაშე ვითომ რაღაც ვალი მაქვს, მე ამას გავამართლებ, რასაც დღეს ვხედავთ. და მე მინდა რომ ვიყო ის მოსამართლე, ვისთანაც ხალხი რომ მოვა, ეცოდინებათ რომ სამართლიანად გამიხილავ ამ საქმეს. არ ვიძახი რომ მხოლოდ მოქალაქეების ხარეს დავიჭერ, უბრალოდ იქნები სამართლიანი. ამ სფეროში მე მგონია. კაი, ისე მამა შენზე უნდა კითხო. აბა. რამეს გთხოვს ხოლმე რომ გაიზდები რამე. თავისთვის რამე უნდა ეგეთი? მამა ჩემს? ხო. მამა ჩემს უნდა რომ Audi Q9 რა უყიდო. არა, ხუმრობით ხო, მაგრამ ანუ ესე არ მახსენდება რა. რა უნდა შენგან რას გთხოვს ხოლმე? ჩემგან მამა ჩემი, ნუ პირველ რიგში
ყველა ნებისმიერი მშობელს როგორც უნდა, რომ შვილი ყავდეს განათლებული, ალბათ რა, სწავლას ითხოვს და მეტად ითხოვს კონცენტრირებას განათლების სფეროში რა. თუმცა არა ისე, რომ შენ ეს დათმე და მოდი ამაში ჩადე თავი. მეხმარება კიდევაც რომ გავათანაბრო ეს რაღაცები. არის რამე ისეთი, რასაც ისურვებდი, რომ ეგრე აღარ იყოს? ეგრე აღარ იყოს. რაღაცა ისეთი, არ ვიცი, მაგრამ ან გააქვთ ეგ პრობლემა საუბრის, დიალოგის? არ სხვათა შორის როცა ვილაპარაკები, მგონია რომ მეტწილად ერთ აზრზე ვართ, მეტწილად. რაღაცა უთანხმოებები არის, თუმცა არა ისეთი უთანხმოება, რომ შეცვლა მოვითხოვით, რომ ხანდახან მგონია რომ კამათიც სასარგებლოა, ჯასაღი. კი. და შენსა და შენი ძმის ურთიერთობაზეც კითხავ. ჩემი ძმა. ხო, აღარ არის დიდი განსხვავება, ანუ აღარ იმიტომ რომ ეხლა როცა ვიყავი მე 13-ის და ის 9-ის, 4 წელი დიდი იყო რა, ესე მეგონა. მაგრამ ახლა როცა უკვე 19-ის ვარ და ის 15-ის, უფრო მარტივად ვარ, მარტივად მეგობრობ რა. მარტივად შემილია, რახან ჩემი ძმა და ნიკოლოზია და თან აღარ არის ესეთი პატარა, უკვე რაღაცები, რასაც მშობელს დაუმალავდი მაგალითად. ხო. სად რამდენი დავლიე და სად სწორად გავხდი და გთხოვ დამხვდი ნიკოლოზს, რაღაც გასი ამბები. ხო, თუმცა საღად მოაზროვნე ძმა მყავს რამეც ესე მგონია. ხო. კარგი და პრინციპში ბოლოსკენ მივდივართ. რას უსურვებდი იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა არიან ხელისუფლებაში? იმიტომ გეკითხები ამდენ, ანუ ამ ძირითადად ამ თემატიკას იმიტომ შევეხეთ, რომ შენ ერთგვარი მსხვერპლიც ხარ, ხო, ეხლა 15,000 ლარი გაქვს ჯარიმა, რაც წარმოუდგენელია. გიფიქრი აი ამ 15,000 ლარის ჯარიმის გადახდაზე, ანუ რა გეგმა გაქვს საერთოდ? არა, მარტივად შევთანხმდი ჩემ თავთან და ოჯახშიც, რომ მარტივად დავიდებ ყადაღას უბრალოდ და შემდეგ როცა საშუალება იქნება, ანდაც როცა პროტესტი თავის შედეგზე გავა, რაც აუცილებლად მოხდება და როდესაც მოვა, ასე ვთქვათ, ლეგიტიმური და არჩევნებში მართლმსამართლებლად გამარჯვებული პარტია, ის სამართლოდ დაწერილ ჯარიმას მომიხსნის. ხო და აი ამ ფონზე გეკითხები, ანუ რას უსურვებდი, რა იქნება შენი სურვილი მათ დამი? აი არ მინდა რომ ცუდი ვთქვა. ანუ არავის არ უსურვებდი ცუდს. მაგრამ ვუსურვებდი რომ წავიდნენ ქვეყნიდან. ქვეყნიდან თუ პოლიტიკიდან? არა, ქვეყნიდან. იმიტომ რომ როდესაც ანუ არ არის, მე არ მახსენდება რომ დიქტატორი როცა გადადგება და ქვეყანაში რჩება, ის მშვიდობიან აგზელებს ცხოვრებას. და ისევ როგორც კეთილი სურვილი უსურვებდი რომ როდესაც პროტესტის შედეგს გამოიღებს, ისინი ან დროულად გაიქცნენ, ან პატიოსნად მოიხადონ სასჯელი ციხეში. ხო, როგორც მაგალითად წინა ხელისუფლების წევრებმა მოიხადეს. ფიქრობ რომ სამართლიანად მოიხადეს? აი სააკაშვილის ციხეში ზის მაგალითად. მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ციხეში იჯდა. კი, მიუხედავად იმისა, რომ ხა მე იქ არ მიცხოვრია და რაღაც როცა ვაკვირდები და ვუსმენ ამ პროცესებს, მგონია რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ არის განსახილველი სასამართლო პროცესზე, ვიდრე ის, რასაც განიხილავს რეალურად სასამართლო. როდის ელოდები გამარჯვებას? გამარჯვებას მაგრამ მე მგონია რომ არსად გეჩქარება, ეგეც არის. მე მგონია რომ მეჩქარება, იმიტომ რომ რაც უფრო იწელება ეს პროცესი, მით უფრო რთულდება და მით უფრო უკან იხევს ქვეყანა ნელ-ნელა. იმიტომ რომ აი თუნდაც კი არ მიყვარს ხოლმე ფიქრი, მაგრამ დიპლომის ხარისხის დაკარგვა. ესეთი რაღაცები შემდეგ იქნება აღსადგენი და ამასაც ხო დრო დასჭირდება ლოგიკურად. და მიუხედავად იმისა, რომ აი ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ პირველად გავაწვევენ სრული კანონი ძალიან მალე, ჭკუა ვისწავლე, რომ თურმე არსებობს გრძელვადიანი პროცესებიც. და გამარჯვებას მინდა რომ ველოდე შეიძლება მალე, მაგრამ ეს მალე თუ არ დადგა, მე მაინც ბოლომდე ვიბრძოლებ, თუნდაც ეს 1-2 ან ღმერთმა და 3 წელი გაგრძელდეს. თუ შენ მოსამართლე გამოხვალ, ნახოთ. ეს ინტერვიუ დაიმახსოვრე. ნუ პრინციპში ეს ინტერვიუ იქნება სულ სივრცეში და წარმატებებს გისურვებ და ძალიან დიდი მადლობა რომ დამთანხმდი ინტერვიუს. მადლობა.